განვიხილოთ ილია ჭავჭავაძის რუკა და გვაინტერესებს ამ შემთხვევაში რა განაპირობებს რუკაში იმას, რომ ეს ადამიანი არის ესეთი სარკასტული, ირონიულად მოსაუბრე მომენტებში და პირდაპირი ძალიან. ანუ მე რამდენადაც, რა თქმა უნდა, ეს ჩემი სუბიექტური აზრი არის, როგორც მე აღვიქვამ ილია ჭავჭავაძეს, სიმართლის მოყვარული ადამიანი, სამართლიანი ადამიანი, პირდაპირი ადამიანი, რომელიც რასაც ფიქრობს და რასაც ესე ვთქვათ, რაც თავში აქვს, რომ ამბობს ყველაფერს. და შედარებით ესეთი სარკასტული, სარკაზმი, ირონია, ცოტა ესეთი თემები დამეთანხმებით არის ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში. შესაბამისად შეგვიძლია გადავხედოთ რუკას კოსმოგრამას უბრალოდ, რადგან არ ვიცით დაბადების ზუსტი დრო და შეგვიძლია ვნახოთ და ვნახავთ, რომ ჯერ ვნახოთ მონაცემები, ანუ თვითონ წერლის გვაქვს, ვხედავთ მთვარე იუპიტერი გვაქვს, მერკური იუპიტერი გვაქვს, მერკური მთვარეც გვაქვს. ვხედავთ, რომ არის მორიელის სტელიუმი. სტელიუმი არ არის კლასიკური, რა თქმა უნდა, ყველა პლანეტა არ არის შეერთებაში, მაგრამ გვაქვს, მინიმუმ დომინანტი ნიშანი მაინც მორიელში, თუ სტელიუმს არ დავუძახებთ, იმიტომ რომ სტელიუმი ორნაირი არის. მორიელის ნიშანი, რა თქმა უნდა, არის შედარებით უფრო სარკასტული, არის ირონიული. იგივენაირად აქ ჩვენ ვხედავთ, რომ არის მზე-სატურნის შეერთება და ჩვენ ვიცით უკვე, რომ სატურნი ზღუდავს ადამიანს, როდესაც არის მნათობთან შეერთებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი სიტუაციას ხედავს უფრო მძიმედ, ვიდრე შეიძლება იყოს, ანუ ეს ადამიანი აქცენტირდება უფრო ნეგატივზე, ვიდრე დადებითზე. და ჩვენ ვიცით, რომ ისედაც მზე, ისედაც მორიელში არის, ანუ მორიელი ისედაც აქცენტირდება უფრო ნეგატივზე, რადგან თulis, რომ დადებითი ისედაც დადებითია და ყველა ამჩნევს, აუცილებელია ფოკუსირება ნეგატივზე, რომ გამოიკვეთოს ნეგატივი, კონკრეტულად რა პრობლემები არის, რომ შემდეგ გადაიჭრას კონკრეტული პრობლემები, იმიტომ რომ მორიელი ზოგადად იქიდან გამომდინარე, რომ მარსს მართავს, აქცენტირებული არის ქმედებებზე, ანუ მას სჭირდება იპოვოს ყველა ნეგატივი, რა პრობლემები არის, რომ შემდეგ გადაჭრას ეს პრობლემები. და ზუსტად ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის ნაჩვენები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში, რამდენად ეს ადამიანი იყო აქცენტირებული ნეგატივის პოვნაზე, ხაზგასმაზე. ესეთი ადამიანი ძალიან ნაკლებად იქნება ბედნიერი ზოგადად ცხოვრებაში, არ არის მიწისტიქია აქცენტირებული რუკაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს აქვს მხოლოდ იდეოლოგიური მიმართულება აღებული საკუთარ თავზე, საკუთარ ესე ვთქვათ, შემოქმედებაში, ანუ ხედავდა მინუსებს და უნდოდა მისი გამოსწორება, თუმცა არ ქონდა კონკრეტული გზა. კონკრეტული გზა არა იდეოლოგიური, არამედ პრაქტიკული კონკრეტული გზა, რომ აი გვაქვს პრობლემა და აი ეს პრობლემა შეგვიძლია გადავწყვიტოთ აი ასე. ანუ აი ესეთი კონკრეტული გზის პოვნა, ესეთ ადამიანს შედარებით უფრო გაუჭირდებოდა.